რატო საქართველოს ძალიან შეიცვალა ერთი წელიწადში? შეცვლილია, კი, ძალიან შეცვლილი არის. გაძვირებულია საქართველოს, რაც მე დავინახე ბოლო ჩასვლაზე. ყველაფერია გაძვირებული, ქირებია გაძვირებული, სურსათია გაძვირებული, გართობაა გაძვირებული. ბარში, სადაც არ უნდა შეხვიდე, უბრალოდ კათხალუდი რო აიღო 10 ლარი. ძალიან ჩემი აზრით არ არის ეს ნორმალური რა. ხელფასები არ არის გაზრდილი, შემოსავალი ისევ დაბალია, ფასები კიდე გაზრდილია. ეგ ერთი. მე ძალიან ემოციები შეიმჩნევა რა, ძალიან ნეგატიურად არის ხალხი განწყობილი ზოგადად იმ ვითარების მიმართ, რა ვითარებაც არის რა. შეშინებულია ხალხი, ყველა გაქცევაზე არის. რავი, მე 2 კვირა ვიყავი ჩასული სულ მეტივე რა სამწუხარო და 5 ჯერ გამაჩერა პოლიციამ. ეს არ არის ხა ნორმალური რა, რუსთაველზე ან თავისუფლებაზე რომ მიდიხარ და 2 კვირის განმავლობაში 5 ჯერ გაჩერებენ. საერთოდ არ არის ესეთი რაღაცა ნორმალური რა. არანაირი მოტივი უბრალოდ თან ძმა შეიძლება რა ძმა თუ პოლიციელი ხარ მოდი და ნორმალურად დამიძახე ხო ბატონობით ან მკითხე სახელი და სახელით მომართე. ძალიან არის შეცვლილი კი. ცუდისკენ არის შეცვლილი სამწუხაროდ. ცუდისკენ